საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 6 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგარეშე არჩევნები გაიმართება. პარალელურად საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩაინიშნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბერს 7 საარჩევნო ოლქში. დღესვე ცესკომ დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს შეერაღებულ ნაწილებში მომსახურე საქართველოს მოქალაქეების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესიც. ცესკოს გადაწყვეტილებით ავღანეთში კენჭისყრა 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება. უფრო კონკრეტულად, რომელ საარჩევნო ოლქებში ჩაინიშნა რიგარეშე და შუალედური არჩევნები და რა განცხადებები გაკეთდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. პირდაპირ ეთერში უკვე თამარ ციკლაური ისაუბრებს. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური, ასევე მერისა და გამგებლების რიგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც რამდენიმე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე მერსა და გამგებელს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. რაც შეეხება უკვე კონკრეტულად არჩევნების გამართვის, რიგარეშე და შუალედური არჩევნების გამართვის თარიღს, დღეს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ბოლნისის, ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში მერისა და გამგებლების რიგარეშე არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს გაიმართება. დღესვე ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 8 ოქტომბერსვე ჩაინიშნა საკრებულოს შუალედური არჩევნები 7 საარჩევნო ოლქში. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა წესი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საზღვარგარეთ დისლოცირებული ქართველი სამხედროები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით ავღანეთში გაიხსნება 2 საარჩევნო უბანი და ქართველი სამხედროები ავღანეთში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხმას 1 ოქტომბერს მისცემენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, ბრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. გარდა ამისა, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის რიგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. არჩევნები მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. საერთო ჯამში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის რიგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე. ასევე დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განკარგულებით დაამტკიცა საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობის წესი. განკარგულების თანახმად ავღანეთში შეიქმნება 2 საარჩევნო უბანი, ბაგრამის საარჩევნო უბანი და მაზარი შარიფის საარჩევნო უბანი. კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე ადგილობრივი დროით. დღესვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო კიდევ ერთი დადგენილება, რომელიც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიების უფლებამოსილ პირებს. ცესკოს დადგენილების მიხედვით 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში რეგისტრირებული პარტიების უფლებამოსილი პირები იქნებიან ის პირები, რომელთა ხელმოწერითაც არის წარდგენილი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური გვერდებოდა.